მოგესალმებით, დღეს პარასკევია და პალიტრატივის ეთერშია ყველაზე მხიარული, ძალიან სახალისო გასართობის შოუ მიმიღდი. Ზუსტად ერთ კვირაში საკმაოდ დაძაბული ფინალი გველოდება და ერთად შევიტყობთ, ვინ გახდება მიმიღდის მეორე სეზონის გამარჯვებული და ვინ მოიპოვებს ყველაზე მიხვედრილი სტატუსს, თუმცა მანამდე მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ვინ უპირისპირდება ერთმანეთს ფინალში. პირველი წყვილი ნატუკა გულისაშვილი და ტატო ჩახუნაშვილი. ხო რა. დაიწყე რამე. მე რა დავიწყო, ჩემს სიცილზე რო ლაპარაკობ, ყოველთვის საშინელებებს აკეთებ და პარიკი მოიხსნა და დაიხურა უკუღმა და ესე დგას იმას კულისებში და ესე მიკაც შემოხედე. ზან აი ესე კისკისით ფუჭდება ხოლმე. სცენაზე გავდივარ ხოლმე, ხო ეს მაშინ წითლდება რაღაცნაირად ცისფერი თვალები უხმობ და სერიოზულად და ერთხელ რაღაცა შარვალი შარვალი გამეხა ხო და დათუნებიანი სადაც მაგრამ იმას თქვა რომ მითქი არ და ვიხდიდი ის ხო ის კოსტუმი იყო რა დათუნებიანი ეს პანტალონები მაგრამ გაიხადა გამოჩნდა დათუნებიანი პანტალონები თელი სცენა ითამაშა ზურგით თან ესე რაიმე კარგი ტრ თესლი სიტყვა თქვიჯენ თეს ტ ც რას მილაზები მითხარი ეი ნუ იცინე ნუ ხარ გაკრეჭილი ადამიანს როცა კარგად იცნობ, ეხლა მე და ნატუკა ძალიან დიდი ხანია. დიდი ხანია მეგობრობთ და ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ნებისმიერ სიტუაციაში, იმიტომ რომ ბევრი საერთო ახლობლები გვყავს, ბევრი საერთო ისე ზოგჯერ არის სამ სიტყვაში შეიძლება მივხვდე რა მთელი დღე როგორ გაატარა ან ერთი ფრაზა თქვას და მიმახვედროს რა მოხდა. ვაიმე უცხოელი მსახიობი არის მამაკაცი სახელი გავს აი იცი ასოციაციით რა აი უნდა ენდო და გაიხარე დავფობავე ბესო კაცი მომღერალი თმარა აქ შენ გავს მამა აფრიკა გომართე მიდი მისხე უი პოლიტიკოსი წინა მთავრობის არა იმის ძალიან წინა რა ეხლა რო იყო მთავრობა რა წინა მთავრობის აჭარელი და დონალდის ხმა აქვს ხაბაზი აბა რა 4 სწორბასუხი უკვე ვაგრძელებთ მიდი და მე არ მინდა ბაიმე თალი მომღერალი აკულია აჩა წავედით 5 სწორბასუხი მიდი უი მე აი ეხლა ცუდად არის ჩემი საქმე აბა ნატუკა შენ ამას შეძლებ ის არის სპორტსმენია რაშო ჭიდაოს არა მე მგონია ტრივია ზანგია ტაისონი არა მუჰამედ ალი ეგ არის ეხლა მე გეტყვი პირველი რასაც მე მივხვდი სირთულე არაფერი ხა აი ეს ახსნა სიტყვების და რაღაცა სირთულე არა მესამე ტური ხო რთულია რატო იმიტომ რომ არ უნდა გაგეცინოს აი ეს მომენტია ხო რა ყველაზე დიდი პრობლემაა ჩემთვის მით უმეტეს ნუ ხა ტატომ ზუსტად იცის მე რაც მემართება ესეთ სიტუაციებში არ შეიძლება გაგეცინოს და გველი გ რ გ ჟ აგე გველი თავიდან თქვი სიტყვა გველი ელი გ სმელი ა ბ გ დ ა ბ ბელი არა ა ბ გ გელი გველი ჭ სიტყვა თქვიჯე ჭიანჭველა ხო აჩა სიტყვა თქვიჯე ადრი ხაბილი ნუ იკრიტები სიტყვა თქვი ჩვეულებია თქვი სიტყვა ადრი განძილი ხო ამას ჭირს ხოლმე
გაშტერდება, всё, იცინის მეტი არა. აი ესე დგას და всё. აი 5 წუთი უნდა დააცებს, სანამ თავისით არ დაიწრიტება ეს ყველაფერი, არ დაივიწყებს იმას რა. თან ეს გიждდება ეგეთ რა, ან თუ ვინმე წაიქცა. დეპისე თუ კიდე მისი ოჯახის წევრი, აი ესე ქუჩაში მიდიოდეს, წაიქცეს, ხელს კი არ მიაწოდებს. აი, ჩაბჟირდება. და ეგეთი რაღაცა ვიცი რომ უცბად აბა უნდა შემოუძახო, აბა ნატუკა, უყარეს სახესავი, იფიქრე და მე რეკა. არა, იმიტომ ზუსტად ვიცი, ტატო, როგორ იკავებს ხოლმე სიცილს, აი ესეც ვიცი, თვალებიდან ვიცი. იქ არის ესეთი რაღაცა, აი თამაში ქონდა ეს რაღაც, მე ამიტყდა სიცილი სერიოზულად არის და აი წასკდა, აი ზუსტად ვიცი და ამაზე კიდევ უფრო უარესად მეცინება ხოლმე. ხო, წინასწარ სპექტაკლებში ეწყობილა ესეთი შემთხვევა. კი, არაერთ გზის. არაერთ გზის, კი. თან ცდილობს, მინდა გითხრათ, ცდილობს როგორ გამაცინოს და მე თვითონ კმაყოფილია. ეგ კიდე საშინელება არის. მსახიობია, უცხოელია, კაცია. აქაურია. კაბუ. დაუტოვეს ხებსაც რა გჭირს? თავი ამტკივდა. მსახიობია, კაცია. უცხოელია. აბა. მოკლეს? მსახიობია? მომღერალია? მსახიობი ვინ ამოვიდა ტატო? ადრე მსახიობი. ვერ ხდება. კენედი. ვერე მსახიობი. არა, რა შენ გითხარით? აი ესე მოგია. ქალი, მსახიობი. გოროში. აი ეხლა აჩო. ქალია, კაცია. უცხოელია. რუსი. ჯოტია, ფოტოკი. ფულსიხტის. რაში ხტის ფულს? სოროსი. ცირა არის იმდენად, აი ეს არ ვიცი 1 საათია, ხო? აი იმდენად ბევრი დადებითი იმოდის და იმდენად ვერთობი, რომ სერტულაზე არ ვფიქრობ, ცხოვრებაში არაფერი არ მომიგეს საერთოდ. თუ რაღაცას ვიპოვიდი ხურდას დაუშვათ, ხო, აი ძირს როგდია, რომ უნდა მომეკიდე, ისიც ხვდებოდი, რომ ასფალტში იყო ჩატყეპნილი. ამაში ბედი არა, მაგრამ აი ძალიან მიკვირს ეს როგორ მოვედით, იმიტომ რომ ალბათ იცი რატო, იმიტომ რომ რაღაცა როცა არ ახარ დაძაბული და როცა აი მაქსიმალურად ერთობი და კიდევ ამბობ, რომ საოცარი პარტნიორი ყავს. ტატომ პირველ თამაში ისე ახსნა შექსპირი ყოფნა არ ყოფნა, შექსპირის ჰამლეტის ყოფნა არ ყოფნა, რომ აი სასწაული. ესე როცა გიხსნეს ადამიანი გავხვალ, აბა რა იქნება. კაცია, ქალია, მსახიობია. ციგნია, პერსონაჟია. ოტელო. მე ვერა. კაცია. ყოფნა, არ ყოფნა, რა მაგრატა. ჩემი აზრით, საინტერესო კი არა, აი, ყველაზე ჩემთვის საყვარელი მაინც არის თეატრი. იმიტომ რომ თეატრში ხდება ერთხელ, თეატრში ვერ იმეორებ და თეატრში გრძნობ შენთან ერთად როგორც უნდქავს მაყურებელი. ხოლო აი ყველაზე ცუდი არის ის, რომ პოპულარობა, ასე ბჭყალებში რა თქვა, პოპულარობა არის ტელევიზიიდან. მიუხედავად იმისა, რომ რასაც მე ვაკეთებ, მე ძალიან მიყვარს ჩემი, მე კულინარია მიყვარს და აი საქმე მიყვარს, რასაც მე ყოველდღიურად ვაკეთებ ტელევიზიით, მაგრამ თეატრი მაინც სხვა არის. კაცია, მსახიობია, უცხოელია, მარლონ ბრანდო. კაცია, ქალია, მეფე. ეხლა რო თქვი, კაცო, რა ქვია? რასპუტინი. არახზე რო წავიდა ინტერვიუ. არ საკითხი. უტა. ის ამოვიდეს რა. ქალი, კაცი, მომღერალი. ქართველი. ხატავს. აბა? შენ ვარ იცოდი. სტეფანე. ებრიშვილი. ხო, ნუ აიტყობა ჩვენ, არა, საერთოდ მსახიობი უფრო გახსნელია, მაგრამ ძალიან კარგი მოთამაშეები იყვნენ, მე ვადევნებდი თვალყურს, მაგრამ ძალიან კარგი მოთამაშეები იყვნენ, აი, სხვებიც. უბრალოდ ნუ რაღაცა იცი რა არის ყოველ საოცარი რა არის, იცი რომ აი უმეტესობა მქულები, ასე ვთქვათ, ბჭყალებში აკრიფა მესამე ტურში. ხო? აი რასაც მე უყურებდი, ძალიან ბევრმა აკრიფა მესამე ტურში. აი პირველი მეორე ცოტა რაღაცნაირად იყვნენ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ თავისუფლება და სილაღე და რაღაც ბავშვობა უნდა გაიხსენა. მსახიობები ხო ცოტათი ვაფრენთ, არა და ცოტა ბავშვი თამაშობთ ბოლომდე ბავშვობანას და ალბათ მაგის ბრალია. სამყარო
სამყარო. სამყარო. ხუსლი. კუდი. ხუსლი. ფაფარი. ბამბა. ფაფარი. გავიდა დრო. გავიდა. წაგეს. რა. მელატყვი. გავიდა დრო. კარგი იყო ბავშვობა. ჩავაბარე 98-ში, 1998-ში. ჩვენი ჯგუფი იყო ანზორ ქუთათელაძის ჯგუფი იყო, მაგრამ მესამე კურსზე გარდაიცვალა ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელი და მანანა ბერიკაშვილის და დიმა ღვთისიაშვილის ჯგუფად დავამთავრეთ ბოლოს. რა ვიცი, ვიყავით ძალიან შეკრული ჯგუფი, დღემდე ურთიერთობა გვაქვს ძალიან კარგი. ზოგი დავნათესავდით, ზოგი ასე. და დღემდე მივყვებით ერთად რო ვიკრიბებით, რაღაცა ბავშვობას ვიხსენებთ ხოლმე, ეგრე გამოდის რა იმ წლებში ვბრუნდებით. მას არიღე. დავიღობე. ნატუკა, კითხე რა ფიქრი, ადამიანი. ფილოსოფოსი. ვაიმე ყვავი გაიხსნე. ვისა ტოტი კი არა და ეხლა ვეგერთხი. არისტოტელე. აჩა, წავედით. უხმოთ? კაცია. კახიძე. ვოკალურზე ვსწავლობდი კონსერვატორიაში და ვიცოდი რომ საერთოდ სახებები უნდა იყვნენ ქერათმენი, ცისფერთვალება, გამხდარი ლამაზი გოგოები. მაგრამ ჩვენი დღეს ცადე და რაღაცა თქვენს რო კარგი გოგო ხარ და დარჩიო. რომელ წელს იყო ამას არ ვიტყვი, მოკლედ დავჭით და რო დავამთავრე ინსტიტუტი, მე პირდაპირ თეატრალურ სარდაფში გადავედით, ესე იგი ეს ბედნიერებაც მქონდა, რომ მაშინვე ესე იგი თეატრში დავიწყე მუშაობა და მიდიოდა მატარებელი არის ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე ასე ვთქვათ დიდი სკოლა. იმიტომ რომ აი ეს ბუმბერა სახეობებთან ერთად მქონდა გადაღებები, როგორც თუნდაც რამაზ ჭყიკვაძე, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, არ ვიცი, ძალიან ყველა ის კორიფე მსახიობი, ვინც კი დღეს არსებობს, ვინც კი ცოცხალია და ვინც გარდაცვლილია. ეს იყო სასწაული. ძალიან დიდი სკოლა იყო, გარდა იმისა, რომ ძალიან ბედნიერი ვიყავ, იმიტომ რამაზ ჭყიკვაძე და კახი კავსაძე იყო ჩემი პარტნიორი. კურდღელი, დათვი, ირემი. შლის ლუკრისნა ამბობი. ვაიმე. წერალი, უცხოელი, ცოტაკეთ რუსი მწერალი, ჩეხოვი, პუშკინი არა, ის ვინც დაწერა, იდიოტი ვინც დაწერა, ხო? გაიხსენე? Dostoevsky, yes. აიჩა. აბარამ ქალი, ხუჭურთმიანი ქალი, დაკუჭკუჭებული ქალი. გვირგვინი. ფატა. გვირგვინი. დედოფალი. თმა, დაწნული თმა. იუშენკო კი არა და ტიმოშენკო. არიცი ჩვენ საერთო მეგობრები როცა ვიკრიბებით ხო აი მე მარტო მე არ ვიღრიჯები რა ყველას ტკივა უკვე თავები ხოლმე სიცილით და არა მარტო სიცილით მეორე დღეს ალკოჰოლის შედეგად ხო ეგეც არის მაგრამ მე თავისთავად მოდის აუცილებელი და მე იმედი მაქვს რომ აი ახლა ვინც გაიმარჯვებს ფინალში რაღაცა ხუნდა იკისროს როგორც ამბობენ. აბა რა. ხა თუ ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ არ გვინდა კისრო, არა. იმათმა ჩვენ მოვიგეთ ჩვენ ასაკოვანი ხალხი ცალ-ცალი. აი ახალგაზრდება მოიტანა. დაგპატიშა, რა საკვირველი, აბა რა. იქ პირდაპირ. მაგას ფინალზე მოვაგვარებთ. ხო. ყველაზე მიხვედრილი წყვილი, რომელიც ითამაშებს უკვე ფინალში, გახდნენ ნატუკა გულისაშვილი და ტატო ჩახუნაშვილი. ფინალია ცოტა, ფინალია. რა რისგეშინია ვერ გავიგე, რა პრობლემაა? არც არაფრის. საოცარი ფინალი იქნება. ხა ვინ მოიგებს ამაზე ხო? სადმეტია საუბარი. ეგ უკვე ხო.
აბა რა, აი აქამდე რომ არაფერი არ მოგვიგია მე და ტატოს ცხოვრებაში. ეხლა იწყება ჩვენი მოგებების. ძალიან ფრთხილად იყვნენ ჩვენი კონკურენტები, ძალიან მოვდივართ და ვანგრევთ ესე. ძალიან მიყვარხართ, მაგრამ რა თამაში. თამაშია. ფინალს ვიგებ ჩვენ, ფინალი არის ჩვენი, ასე რომ წინასწარ შეემზადეთ. შეგიძლიათ არც მოხვიდეთ. პრობლემა არ არის, კიდევ ჩვენ დავდგებით თამაში. მარტო გეკითხებით. იქიდან შენა მოიგე, იქიდან მე მოიგე. ჩვენი ძილაჩი. ასე რომ ფინალში დიდ ცეცხლს დავანთებთ, დიდ ცეცხლს და მოგება ჩვენია. მეორე წყვილი ეს გახლავთ მაია ლომიძე და ბესო მეგრელიშვილი. წყვილი, რომელიც ფაქტობრივად ხალხის რჩეული და ნამდვილი ინტერნეტ სენსაცია გახდა. მაია ლომიძის თამაშის ვიდეო მოხსნა ყველანაირი რეკორდი და ინტერნეტ სივრცეში თითქმის 100,000 ნახვა დააგროვა. წყვილი ახლა უკვე ფინალშია და ყველაზე მიხვედრილი სტატუსისთვის იბრძვის. 1991 წელს ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, იმიტომ რომ ტექნიკური საგნები ძალიან არ მეხერხებოდა. მათემატიკას მევარჩე, გპ-ში მევარჩე, კი ისტორია ვიცოდი ასე თუ ისე და უნივერსიტეტში დიდი კონკურსი იყო, მაგრამ გადავწყვიტე თეატრალურზე ჩავეპარებინა. ბავშვობაში ვცეკვავდი და უფრო კიდევ ამიტომ და ამან შეუწყო ხელი ჩემ არტისტობას. მეგონა ადვილის საქმეზე ვაბარებდი, მაგრამ კოვზინაცარს ჩამივარ და პირველივე ლექციაზე რომ მივედი, ქალბატონი ლილი შემოვიდა იოსელიანი და იქ ვიფიქრე რომ ვაი ჩემს პატრონს ეს სად მოვხვდი რა მინდოდა აქ და სიმართლე გითხრათ ქალბატონმა ლილიმ 4 საათი გვესაუბრა და რამოდენიმე ჯგუფელს გვარებს არ დავასახელებ დაგვეძინა ლექციაზე ჩამოგვეძინა და იქ მართლა წავიშინე თავში ხელები რომ ეს რა მინდოდა ამ პროფესიაში რატო შემოვედი 4 წელი ვისწავლე 1985 წელს დავამთავრე ქალბატონი ლილი იოსელიანის ჯგუფი და შემდეგ უფრო შევედი მუღამში, როდესაც გავიგე თუ რა პროფესიაში ვიყავი მისული. კითხეთ, რაც დაგაინტერესებთ. ნანი ბრეგვაძე. გავაგრძელეთ. ტაისონი. მარია შარაპოვა. კითხეთ. აბა თუ რამე გაინტერესებს შეგიძლიათ კითხეთ. პოლიტიკოსია. ის არა ქვია ფაიმე. მოსლიპიტინა თავით. ფაიმე ვინ არის მოსლიპიტი? ამან უპასუხა. მეც არ უკვე ბევრი როლი მაქვს დათამაშები, უკვე ასაკი შემომეპარა ასე ვთქვათ. არც ისე დიდი ასაკის ვარ და არც ისე პატარის. შავშან 50 წლის იუბილე გადაიხადა თეატრმა ჩემი. და შემდეგ მოვხვდი ამ გადაცემაში, რომელიც რამოდენიმე ეტაპი წარმატებით გავერეთ მე და ქალბატონმა მაია ლომიძემ და ახლა ფინალში ვარ. მეც და მაიკოც და ძალიან ისეთი რთული სერიოზული პარტნიორები ყავს და უნდა შევეჭიდოთ, სხვა გზა არ გამოვა. მე მათ წარმატებას უსურვებ მთელი სულით და გულით. აბურთი და მოედანი, აი გადავწყვიტავთ ამ დღეებში ვინ გაიმარჯვებს. ყავს სამი შვილიშვილი. უფროსია 33 წლის, საშუალო 16 წლის ბიჭი და სულ პატარა აგერ ყავს სახეზე 3 წლის გოგო, რომელიც დარბის. ქალბატონი ეკათვაური აგრეთვე მსახიობი აგრეთვე მოზარდ-მაყურებელთა თეატრის. აი დედიკოც უქნევს ხელს, მამო. უხმოთ. აბა კითხეთ თქვენ რაც დაგაინტერესებთ. მივხვდი. ელტონ ჯონი. მე მივხვდი. ჯანჯანი. სორი ვარ. დაიღე ისე. არა უშო. ჭოლა? იყოს კრისტია ვიღებ. ლეონარდო და ვინჩი. მარტო იგი. ისე ჩვენ მე მასაკისა ვარ, ცოტა იმაზე დიდი ვარ, თუ არ ვწდები.
და ჩვენ ბავშვობაში თამაშობდით ამ თამაშს. კინოუბანა ერქვა მაშინ. გამოცნობა. და გამოცნობანა, ხო, ასოციაცია ამას თამაშობდით და ალბათ იმ ძველმა გამოცდილებამ იჭარბა. და ასე გავედით ფინალამდე. აი, ეს არის ისა კოსმონავტი ქალი. ტელესკოპა? კი ბატონო. ხო. გავაგზავნეთ. ეს პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე ეხლანდელი რა გჭირს ბესარიო? ხო ბატონო, რა დაგაბნია? ვერა ვიცი კაცო. პოლიტიკაში ვერა. ისა მსახიობი კაცი იმაში ჰოლივუდში ისა ფუფ ლიცოსასრამაში რო თამაშობს. ხო. ნარა. ის რუსთავის არქის დირექტორი. ვამია? კი ბატონო. კარგია. ვაიმე ფრანგი მსახიობი, კაცი, შარვალი, იუმორისტული მსახიობი. პიერ რიშარი. კი ბატონო. რაში იყო იცით საქმე? დედაჩემს უნდოდა ჩამებარებინა ეკონომიურზე. მაგრამ რა ვიცი, ვერ მივართვით, პრაქტიკული დარგიაო ძალიანო და ესეო და ისეო და ბოლო წელს გადავწყვიტე. მამზადებდა 5 მათემატიკის მასწავლებელი ამირჩია და რა საოცრება ხდებოდა, იცი? იმ წუთას ვიმახსოვრებდი, მივიდოდი იქ დაფაზე დავწერდი კი რაღაცას, მეორე დღეს მავიწყდება, რო არ აქვს ადამიანს რაღაცა მონაცემი და ნიჭი. და რაღაცა მერე ძალიან მიყვარდა ლექსები. და ეთყობა აი მაქედან ბავშვობიდან პატარა ვიყავი რა 5 წლიდან რომ სწავლობ რაღაცა ვარტისტობდი ხა ხო ისე არ ვკითხულობდი რა საკვირველია მაგრამ მე უცბად წაუკითხე მამა ჩემის ძმაკაცს მომეწონა ჩემი წაკითხული და და უთხარი რომ გეხვეწები მეთქი რა აი ხა მამა ჩემს უთხარი მე თან მაშინ კომუნისტების პერიოდი იყო ისეთი სიტუაცია იყო რომ ესე ადვილად ვერ ჩააბარებდი ინსტიტუტში ამ ინსტიტუტში რა სამსახიობოზე და მამაჩემის მეგობარს უთხარი მეთქი მამაჩემს რომ ჩავაბარო მეთქი და აი შენც ხა იარტისტე მეთქი და მე მამაჩემს უთხრა რომ ეს რა ნიჭიერი ისი კარგებაო მსახიობიო და რაღაცა და მე მოხდა ისე რომ მამაჩემსაც წაუკითხე რაღაცა ეთყობა იმასაც მოეწონა მე მამაჩემი გადავლახე და ჩემი ძმა დაგვრჩა და ორივე რო გადავლახეთ დედაჩემს აღარაფერი აღარ უნდოდა და მივედით არტისტობამდე ჩავაბარეთ მე დავიწყე ესე მე ხა შტატი არასდროს არ მქონია ბესოსი არ იყოს ყველა თეატრში მითამაშია გარდა იმისი რუსთაველის თეატრი რაღაცა ის არის იცი რუსთაველის თეატრი რაღაცა ჯადოსნური ისა გასაღები ვერ გებით და ნუ აი რა ვიცი შტატში არასდროს არ ყოფილა მაგრამ როლები ბევრი მაქვს ნათამაშები რა გითხრათ ვენდობი მაყურებელს და აი ეს ჩემი გოგონაა ბარბარე ეს ბესარიონის აი ბესარიონთან არ გაჩერდა ახლა და ბარბარესთან მოვიდა და ჩაეხუტნენ და რა მეუღლე მყავს
8 წელი დავდიოდით და ძლივ დავაყენეთ საშველი. გოგრა. დაბალხმაზე. გ გო გოგა არა, გოგრა. გორა გოგრა. გო გოგ გოგა გორილა გოგრა. გოგ გოგლა გოგრა ხა, ბიჭა, ხა. აი აზარტულობა ძალიან რთული თემა და კარგია, ნუ რა ვქნა ესეთი ვარ. მართლა აზარტული, მე არ თამაშობ. მართლა ვარ აზარტული, იმიტომ რომ რაც არ ნუ რაფერზე ნუ ვითამაშებ და ბევრჯერ ყოფილა არაფერი, მაგრამ აი ხანდახან, აი ხა გამოუტყდები მაყურებელიც ვეზიზღები ხოლმე ჩემ მეგობრებს. ეხა იმ წუთას თორე მე რა იმიტომ რომ გადაუგდიათ კარტი. ამასთან აღარ ვითამაშებ. ჟილკა ნავილკა მეძახიანის და მე კარგი არ ითამაშეთ, ვეუბნები. ითამაშეთ მოსულა მკვდარისული. ერთი გადმოაგდებენ ესე კარტს 5-ის და ამხტარან იქიდან ისე მაიასთან გვირჩევნია თამაში. მოდი ჩემთანო, მოდი ითამაშე აი ეს არის ჯერ ისედაც ვქნია აზარტს, როცა ვიწყებ ჯოკრისთან რაღაცის თამაშს, იმიტომ რომ თუ აზარტი არ მაშინ რაღაცზე იმაში თავიდანვე ვიწყებ, რომ ეხლა დაგანგრევთ, ეხლა თქვენ ესე იქნებით, თქვენ ვერაფერს ვერ გააკეთებთ და თავიდანვე ემართებათ აგრესია ემართებათ, მაგრამ ნუ ეს ეხლა თამაშის და იმის აგრესიაა და მართლა სხვათა შორის ვამართლებ ამ იმით და ეთყობა ამ იცი რა არის, აი მოთამაშებს აქვს ცოტა რაღაცა ცრურწმენა თავისი და აი ამ ცრურწმენაში ამართლებენ ზუსტად. რომ აი ეს მე თუ ესე არ ვითამაშე, მაშინ წავაგებ. ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ თუ ვიქნები წყნარა და ვშვიდად, მაშინ მე ვერ ვითამაშებ. ქართველია თუ არა? ქართველი? კაცი ქართველი, ხო? პოლიტიკოსი. რეჟისორი. სპანი. არა, მისმინე არა ისა. ზღბარი. ზღარი. არა. ზღარი. ზღბარი. ზღარი. არა. ზღარი. ზღბარი არა, ზღბარი. აბგდებს. აბგდებს. ზღბარი. ზბარე. ზბარი. ნოტი. ზონზი. ზონზია. ცოცხი. არა, ნოტი. აბგდებს ნოტი. აზარტი. თავარი სტრატეგია რომ ეხლა გადმოიღეს ეხლა ხო იცი ეხლა აი ვეთქვი მე მაგათ ისა ნატუკამ და გვანცამ და არა ვენაცვალე ძალიან მიყვარს ყველა ძალიან ეხლა არ გადმოიღეს ჩემი სტრატეგია მაგათმა რომ აი დაგანგრევთ ეს არის ძირითადი საიდუმლოება პრინციპში რა საიდუმლოება ეგ არაფერი თორე მეტი არაფერი რა ვიცი ეხლა მე მშვიდად რო ვითამაშო ვერ ვითამაშებ კვერთხი ერთი წუთით რა ერთი წუთით თქვენ ხმამაღლა შეგიძლიათ გამოდგეთ კვერთხი ყბელი ცოტა ხმა ამოიღე ვერდი კვერთხი გამოძრავე ცოტა პირი რა ბედი ვერდი
ყველა თქვა იმის და ეხლა მე რო ამიხსნი შენ წყნარად და მშვიდად მომისმინე ხოლმე ხო რა ვიცი თუ არ ვიცი არა მომისმინე მიყურე ფაციფუცის გარეშე ოკეი თორე გადავიდე ვიცი ხო აბა ნახო ფაციფუცო მე ვერ გეავდეს ეს არის ჩვენი ხიბლი ბესარიო შენ რომ შვიდი ხარ და მე რომ გლიჯავ ყველაფერი ვერ გაიგებ რო იფაციფუცებ არა უშენ აი გაიგებ არა აი ნახე თუ გავიგებ აკლენი ალამი არ დაიყურე ძალიან არა აკლენი პარტნიორი პარტნიორი yes კუნძი yes აბა გაგვიმარჯოს და დაგლოცავთ თქვენც დაგლოცავთ ჩვენო მეწყვილეებო ჩვენო მოწინააღმდეგეებო და აბა მაგრად ისინი ჩვენზე ახალგაზრდები არიან და ტვინი უფრო უჭრით გაიგე მე მახსოვრობა უკვე აღარ მაქვს ცოტა დაუბერდი რატომ არ დაუბერები ვარ ბესარიო შენ არა მე მეთქი მე ახლა შენზე კარგად დიდიცა ვარ კაცო და არა ბეც არ დაბერები ტვინის უჭრედები არაა გაიგე და ცოტა მახსოვრობაში აი სახელები გვარები ჩემი სახელი გვარი არ მახსოვს ხანდახან კაიო ხერი ხარ კარგიო ხერი არა ასლაბარაგო მაგარი გელკუა ხარ დავай ხო ამის ენა რო არ იტყვის ეხლა ისეთი აბა ბარბარე მისურვე დედი აბა მანო გენაცვალე ჩემო მეუღლე ჩემო ერთადერთო მე შენსკენ ვარ მაგრამ კვანცასკენ ესკენ ვარ მაგრამ შენ და კვანცა ჯგუფელები ხართ ხო არა ვარ ჯგუფელები არა ძალიან ახლო მეგობრები ვარ და ეხლა არ დაიწყე დათმობა და ის ახლო მეგობრობაში და იმას არ დაუნთმო მაგას ვერ ვაკეთებ ვერ აკაკი წერეთელი აბა ვინა ანა გამიხსენეთ ახლა მწერალი ვინ ამოვიდა ვინც გამოვიცან დედა შენ ამოგვივიდა წერს რა შვება მე პოეტი ხო ლადო ასათიანი უხრე ამჭედე ბესავრე რა გაგჭირდე ჩქარა ხო სახიობი ისა იმისი კინოს სახიობი ვაიმერა თენი ახლა სახიობი კინოსი რეჟისორი კინოსი მაგრამ ქართველი ვინ იყო ქართველი რეჟისორი გადავირიე კაცოწულაძე იყო თეატრი და კინოსი ყველას კოცნით შემომაგრებო ძალიან მიყვარხათ მაგრამ დაგანგრევდა რა ვქნა და უნდა ფახში იყოთ რა ნუ დამთავრებულია რა თქვენი საქმე ძალიან მიყვარხა რომ წააგებთ მაგრად ჩაგეხუტებით მოგეფერებით და იტირებთ მაგრამ თან გავხალისდებით და ჩვენ არ ვიტირებთ თქვენ იტირებთ აბა კოცნით ბევრს და ჩვენი მესამე წყვილი, რომელიც ასევე ითამაშებს ფინალში, ყველაზე მხიარულები და ექსცენტრიულები ჯანო იზორია და გვანცა გიორგობიანი. ჩამოვედი ჩემს ყველაზე მაგარ პარტნიორთან, რომელმაც ერთად უნდა ვითამაშოთ ფინალი, ჩემ გვანცა გიორგობიანთან ვარ, ახლა სახლში მე ფოთიდან ჩამოვედი. ვერ გიმასპინძლდებით ამ ქალაქში რა თბილისში და ამიტომ ჩემი ოჯახის წევრად მიმაჩნია უკვე ამ პროექტის შემდეგ ჩემი გვანცა და ეს ოჯახიც და ამიტომ მოვედი აქ. მოკლედ გვანცას სახლში აქ კადრში ჩანს სიმწვანე ყვავილები ეს კორპუსია მეგობრებო და ისეთი შეგრძნება გაქვს ხოლმე რომ
გვანცა აფხაზეთიდან არის და სხვადასხვა ჩემი ძირიც იქიდან არის ფესვებით მეც აფხაზეთიდან ვარ და ეს ყველაზე დიდი რაღაცა იმ ნოსტალგიის გასაქარწყლებელი ამბავი აქვს საოცარი შეგრძნება გეუფლება ფაქტიურად აფხაზეთში გონია თავი რა და მოვედით დღეს აქ და გვანცას ახლა შევხვდებით გვანცა რაღაცებს ამზადებს იმიტომ რომ ეს ოჯახი სულ თუ მართ მასპინძლობით გამორჩა როგორც ყველა ქართული ოჯახი და მე ბედნიერი ვარ მოკლედ პროექტზეც მინდა ვილაპარაკო რომ დიდი მადლობა რა თქმა უნდა აი ამ ტელევიზიას პალიტრატივის და დიდი მადლობა ბედს და ღმერთს იმისთვის რომ რაღაცნაირად პარტნიორად დამთამაში მე და გვანცას მოგვიწია ერთად ყოფნა მე მგონია რომ ერთად რო არ ყოფილიყავით მე პირადად ჩემი მხრიდან ვიტყვი რომ ის რო არ ყოფილიყო ჩემი პარტნიორი რაღაცა ვერ შევძლებდი მე მგონი პირველ ტურშიც დავმარცხდებოდი იგივე პრინციპით უხმოთ ერთი წუთი და წამზომი ჩაირთო იფით წადე დაიწყე ბარი ვაითი მარა მოიღო ჯანო არა უშოს ხატავს არა ჯანო ხმას თუ იღებ ისე დაეტანხ ხატორი არ არის არა მაცადე აბა გვანცა კითხეთ რომ გაიჩერეს პერსონაჟია პერსონაჟია ჯანო ხმას ნუ იღებ კითხა ბერი ყვარყვარე მოცეკვავია? არა, სიხარულიზე გიდი. ძალიან მაგარია თვითონ გვანცა და როგორ შეიძლება ახლა ეს ყველაფერი რო შექმნა ადამიანმა იმ ადამიანის გვერდით არ იყო იმედიანად და რაღაცა გამარჯვების ჟინი არ კონდეს და ჩვენ მზად ვართ იმისთვის რომ ფინალი ვითამაშოთ ღირსეულად და ჩვენს მეგობრებს რაღაც ისეთი ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოთ მაყურებელიც რაღაცნაირად ვახალისოთ ეს ხალათი გამატანეთ ფოთის თეატრში გულას გეტყვით კი ბატონო გაგატანთ აუცილებლად ახლა კი დავიწყოთ ჩ ა დ რ ი ჩ ა ჩ პირველი ასო ჩ ა ჩ ა დ დ რ ი არა სიტყვა მითხარი ჩადრი ჩადი ჩადი არა ისა ჩადრი ჩადი ჩადრი ჩ ა დ რ ი სადილი სადილი არა სადილი რო ჩად რ ი ჩ ა დ რ ი რა ჩადრი მომიწია ჩადრი ჩადრი ჩარი არა ჩადრი 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 ხო ი ა ლ ქ ა ն ი პირველი ასო ი ა ლ რ ია ია ლ იალქანი როგორ იალქანი 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 ო ჯიგარი ი ტუ რიტუალი აბარა კაკანათი კაკანათი დედა რომელი ასო ა ნ კანაპლი არა კაკანათი გავიდა დრო და მოგება გვინდა რა თქმა უნდა გვინდა და ნუ ამბობენ საგზურზეაო რა თამაშიო და ისე ყველაზე მაგარი საგზური თუმცა ეს საგზური არის ხუმრობით ვამბობთ ხოლმე რა მაგარია საგზური რო იყოს შარმა შეიხის მაგერად სოხუმიან გაგრა რომ იგებდეთ მეთქი თუმცა იქ საგზური ჩვენ არ გვჭირდება მე იმედი მაქვს რომ სიუჟეტ ჩვენ იქაც გავაკეთებ და იქაც ვესტუმრებით მე გვანცას და ამ ოჯახს მე ფოთიდან ჩამოვედი ვარ დღეს აქ მაისურზეც მეტყობა რაღაც მარიაკული იმით ჩამოსული ვარ რაღაცა ზღვის ენერგია მომაქვს გვანცამ ეს სიმწვანე დამახვედრა მე ზღვის ენერგია ჩამოვიტანე ახლა მას ერთად შევაზავეთ და ფინალსაც მოკლედ რა ვიცი ვეცდებით რომ მოვიგოთ ნახოთ მსახიობები ვართ მეც გვანცაც ანუ ერთმანეთის ბევრად ისე მარტივად და კარგად გაგვეგება რაც ამ თამაში კიდე ხელი შეგვიწყო ნუ 99 წელს შავი რიცხე თეატრალური უნივერსიტეტში ჩემს ცხოვრების ძალიან ისეთ სასწაულ მოვლენად ვთვლი იმ ამბავს რომ ბატონ რეზოჩხეიძის ჯგუფში მოხვდი 12 კაცი 13 ვიყავი ჯგუფში ერთ-ერთი მე ვიყავი ჩამოსული დანარჩენი ჩემი უსაყვარლესი მეგობრები რომლებიც ძალიან მიყვარს ჩემი მეგობრები ჯგუფელები ყველა თბილისელები იყვნენ მე ვიყავი ერთ-ერთი ფოთიდან ჩამოსული რა ვსწავლობდი თეატრალურ ინსტიტუტში და ძალიან საინტერესო და ისეთი მნიშვნელოვანი წლები გავიარეთ და რაღაცნაირად ისე ძალიან
შეგვაყვარა ეს საქმე ბატონ მარიოზო. სესილია თამაში, სესილია თამაში. ნაფად, გავაგრძელეთ. ნუ აგდე, პიკაცო. კი ბატონ უკრავს პიანინო, ბაზარია. აბა ისე რა ქვია, პიანისტკა? ელტონ ჯონია? ჩარლი ჩაპლინი. მიდი მოვასწრე. ჩეგევარა. Yes. მე გარდაცვალების დროს, ანუ როცა გარდაიცვალა, რაღაცნაირად ოჯახმა თავისი ქუდი მისახსოვრა რა, რომელი ქუდიც მე მიმაჩნია რომ ჩემი თალისმანიც იქნება, რაღაც ჩემი ისეთი ენერგიის მომცემი, სიძლიერის მომცემი იქნება და ეს ქუდი მე მაქვს და მე გაჩვენეთ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მინდა სიუჟეტშიც დავიფარო და რაღაც ესე იყოს, იმიტომ რომ ეს ქუდი ჩემი აზრით ყველგან უნდა ვატარო, აწიმე პროექტი იქნება გადაღებები, სპექტაკლი, პრემიერა, საზღვარგარეთ თუ სადაც ვიქნები, ყოველთვის უნდა მქონდეს თან, იმიტომ რომ ეს მას ეხურა, ის ატარებდა ამ ქუდს და რაღაცნაირად დიდი პატივია ჩემთვის და უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ ეს მე გამაჩნია და მაქვს და აი ამ პროექტში რაღაცნაირად რომ დავიფარებ, უფრო მეტი იმედი მექნება გამარჯვების. დღევანდელი თამაშის გამარჯვებულები გახდნენ ჯანო იზორია და გვანცა გიორგი. მე და ჩემი და ვიყავით წამყვანი ბავშვები სკოლაშიც, დრამწრეშიც, ჩვენ თამაშობდით უკვე სპექტაკლებს ბავშვობიდან და სულ მთავარი როლები მქონდა ყოველთვის და ყოველთვის ვიყავი წარჩინებული. ძალიან მინდოდა მსახიობობა, თუმცა ჩემი მშობლები ყოველთვის წინააღმდეგი იყო ამის. და როცა უკვე ჩვენ დავკარგეთ აფხაზეთი და აღმოჩნდით დევნილები საკუთარ ქვეყანაში, მე მაინც გადავწყვიტე, რომ ბედი მეცადა და ეს იყო მართლაც ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე, როცა მე გავიგე, რომ მე გავხდი თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი. 1995 წელს წარჩინებით ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და 99-ში წარჩინებით დავამთავრე სამსახიობო ფაკულტეტი კინოსა და თეატრის მსახიობის სპეციალობით. აბა კითხე ჯანო, რაც გაინტერესებს. მე ფილმია? მსახიობია? ანუ კაცი. კაცი მსახიობი ისვრის. ეს კუკარაჩა. Yes. კარგია. ინგა ხარ შენ. მე ვიყავი ურტალო. ბელო. ლეონარდო და ვინჩი. Yes. დავიდა. ახლა ჩვენი დროა. თითქოს მოდი. ახლა ჩვენი დროა. კითხე თუ რამე გაინტერესებს. კაცია? პოეტია? რეჟისორია? კი? ისე რუსთაველის თეატრი? ამე არა. არა იქვეა, ქართველია, ელდარ შენგელაია? არა. დედა მომიწეს თავი. რა უნდა? სვერებით იმით ხო? რეჟისორია ქართველი. რეჟისორია, კინორეჟისორია, თეატრის რეჟისორი, ტოლა. Yes. და მოხდა ისე რომ ერთ დღეს თეატრი გაყიდეს სარდაფი, ჩემი სპექტაკლები მოიხსნა თავისუფალ თეატრში და დავრჩი ფაქტიურად მხოლოდ და მხოლოდ ერთი თეატრის შემოსავლის ამარა და მე იძულებული გავხდი რაღაც სხვა საქმისთვის მომეკიდა ხელი, ეს აუცილებელი იყო იმ პერიოდში და ესე ჩემი მეგობრის დახმარებით, ჩემი კოლეგის, ასე ვთქვათ და ჩემი უახლოესი მეგობრის გიორგი დევაძის წყალობით მე მოვხვდი აეროპორტში. და უკვე 7 წელიწადია მოღვაწეობ აეროპორტში პარალელურად, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ საქმეს ვაკეთებ, მე გახლავართ პოლიციელი, პაგონიანი ქალბატონი ვარ და ვარ საავიაციო უშიშროების თანამშრომელი. ჭყიპინა პოლიტიკოსი დაბალი. დაბალი? ოჯამიში ასხეს. ოჯამი ნოდარ დათაძე. Конечно. Давай, бля. Давида. Давида. О, Сталини? Сталин და ჰაიზ გიტლერი. არა, სტალინ და ფერია. О, მასია, короче, Давида, გახურდა და. ო, ძალიან მაგარი მსხოლია, მაგ ყველა
ყველაზე მაგარი. Шумахер. Конечно, Давида, короче. Аისა რა ქვია? Кимечкара. ესეთი გერმანელი ტიპია, მაგი ძალიან ჭკვიანია. Зигмунд Фройდი. არა. ფილოსოფოსია, კი ბატონო, წერალია, ასევე დაწერა წიგნი. შტერია, ცოტა შტერი, ანუ ასოციაცია შტერია. აიშტერი. Айнштейни. Yes. ბატონი გახდა. კარე. კუბა, ვიბა კუბა. Фидель Кастро. არა. Че Гевара. რა თქმა უნდა, კაროჩე გახუნდა. ბიჭო, ის არის რა ქვია? ტრიამე პატარა გოჩთან ერთად რო დადის, ბუთქუნა. პატარა გოჩთან ბუთქუნა რო დადის? ხო, არ პატარა გოჩია, ხო, იმ ბუთქუნასთან ერთად რო დადის, ხო? პატარა გოჩი მულტფილმში პერსონაჟია. ბაცარი ხრუშა და არა. მიამს გავანსა. ვის არის რა ქვია? გაჩერდი. ბუმბული როგორ არის რუსულად? ბუმბული. ბუმბული როგორ არის? ვინ არის? მინიშნება ვინ არის? Yes, ხოჭა, ისტორია დროს მაგარია. ეს არის 90-იან წლებში კიტელი ეცვა მაგას, კიტელი ეცვა 90-იან წლებში კიტელი ეცვა. პოლიტიკოსია კაცი. ფინალში აღმოჩნდა 6 არტისტი. ხო. 6 მსახიობი. აბა. და დარჩები არტისტები თან. ვათქუა, ჯანო, ვათქუა. ყველა ძალიან მიყვარხართ, ჩემო კოლეგებო, მით უმეტეს რომ ჩვენ ერთად გვიმუშავია, მე და მაია ლომიძე ვართ უახლოესი მეგობრები. მე და ტატო კურსელები. კი ბატონო, ჩვენ ერთად ვითამაშეთ წლები ძალიან გახმაურებულ სპექტაკლში სექსუალური რევოლუცია, მე და მაია ლომიძემ, მე და ნატუკა გულისაშვილი გადაგვიღო. ნუ ტიფლისში ერთად თამაშობთ მე და ნატუკაც. კი ბატონო, ფარაჯანომა გადაგვიღო, გიორგი ფარაჯანომა, დიდი ფარაჯანოვის დიშვილმა მხატვრულ ფილმში ყველანი წავიდნენ, მაგრამ ჩემო კარგებო, მიუხედავად ამ ხელა სიყვარულისა, იცოდეთ რომ შენ თქვი და მე გავაკეთე. მე და ჯანო ვართ გამარჯვებულები. ჩვენ ვართ მეორე სეზონის გამარჯვებულები. და მე ამ გამარჯვებას უძღვნით ჩემს დაიკოს მაკა გიორგობიანს. აჰა, მე ჩამოვედი როგორზაი ფოთიდან, აქაბართ. მოკლედ იქიდან მთელი ამბით გამომაცილეს თეატრიდან, ჩემი თეატრი, სხვათა შორის გადაცემა რო იწყება ეს იქ ეწერება ხოლმე ფოთის თეატრი მსახიობი, მოკლედ მთელი ჩემი იქა მნიშვნელოვანი დრო კი არა და სახში არ ვატარებ იმ დროს, მოკლედ გულშემატკივრობისთვის იმათ დიდი მადლობა ჩემი თეატრის ხალხს. დიდი მადლობა რა თქმა უნდა როგორც თავში აღნიშნე და უბედნიერესი ადამიანი ვარ რომ მე და გვანცა ერთად მოგვიწია ყოფნა და ერთად ვაპირებთ თქვენს როგორც იტყვიან ჟარგონულად დანგრევას ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ასეთი ამბავია რომ გვინდა რა მოკლედ გვინდა რა მოგიგოთ აი ესე ლამაზად გოხდათ და სიყვარული რა თქმა უნდა ეს თამაშია და უნდა შეეგუოთ რომ მე და ჯანო მეორე სეზონის გამარჯვებულები ვართ. და მე რა თქმა უნდა მე წინა იქ როცა სიუჟეტში აღვნიშნე რომ ქუდზე ვისაუბრე და ეს არის ბატონი რეზუ ჩხეიძის ქუდი რომელიც მე მაჩუქეს და სწორედ დაი პირველი ერთა იმ საჩუქ ან რომ მომცეს უკვე პირველი პროექტი ეს სადაც მე უკვე რაღაც ამ ქუდს ვანიჭებ იმ ფუნქციას რომელიც მე ყოველთვის მინდა მჯეროდეს და ეს ასეც იქნება რომ ეს გახდება ჩემი რა ვიცი სიძლიერის მომცემი თორე წარმატებაც ხდება ახლა ჩვენ თვალ ბოლომდე დარწმუნებული არც თქვენ ხართ მეგობრებო მაგრამ ჩვენს რაღაცნაირად ეს იქნება ჯანსაღი ისეთი კონკურენცია და გამარჯვებული ღირსეული გახდება და ამიტომ მე ამ ქუდის იმედი მაქვს რომ ეს რაღაც ძალას მომცემს და ესე დავიფარო მინდა და მოკლედ რავშობით უგებთ გიგებთ აისბერგი ეშმაკი არა აისბერგი აიშმაკი აისბერგი აისბერგი yes ქუთუთო ქუთუთო თერძი თერძი თურა რა თერძი თერძი ჭოგრიტი ჭოგრიტი ჭიჭი ჭოგრიტი აი რა გვანცა თოვლი რა ჭოგრიტი ჭოგრიტი არის ყო რა გვანცა ჭოგრიტი კი ლაგამი ლაგამი გვანცა დავალხმაზე ოღონდ თორე სამწუხაროდ სტაფილო ტაბლო სამოსი აბა გვანცა დავალხმაზე თორე სამწუხაროდ მოგვიწევს გაჩერება რაკი
აბლო. ტრაპილო. აბლო. ტაპი. აბლო. 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 ტამბლო. 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 აბლო. ტამბლო. ტამბლოპი. აბლო. დარი და ვაფშე. აბლო. ტაბლო, ტაბლო. შენ გაიხარე. დედავატი. კიმ სამარგან. ჩემო სამეგრელო. ქუგორლიოვდა თარძოს. ყველას გენაცვალე და შემოგევლეთ. თქვენ თამადობით საქართველოს გაუმარჯოს. თქვენი თამადობით გაუმარჯოს მთელ საქართველოს. მათ თქვენ იმედ მიღდო მადო გვანცას. მე თქვენი იმედი მაქვს, მე და გვანცას. თქვენ გვერდით ელარნაში. თქვენი გვერდით ყოფნის იმედი გვაქვს. ჩვენ ვართ მიმიხდის ფინალისტები დო, ონჯღორეს ვადგოგურინუანთ. ჩქიმ ბიბგენთ. და სირცხვილს არ გაჭმევთ. ჩვენ მოვიგებთ. ხახ გენაცვალე ამალო. აქ გაიეთ. მაშასე დღეისათვის სულ ეს იყო გემშვიდობები ზუსტად 1 კვირით და მომდევნო პარასკევს ჩვენ ერთად შევიტყობთ ვინ გახდება ყველაზე დაძაბული ფინალის გამარჯვებული, ვინ მოიპოვებს მიმიხდის მეორე სეზონის ყველაზე მიხვედრილი სტატუსს და რაც თავარია დაიმსახურებს არაჩვეულებრივ პრიზს ორკაციან დაუვიწყარ მოგზაურობას. გემშვიდობებით 1 კვირით.